გამარჯობათ მეგობრებო, დღეს არის 31 მარტი და ეხლა არის დღის 4-ის ნახევარი. ეხლა მე თქვენ განახებთ უფრო სწორედ ჭეშმარიტ გმირებს და არა ის რაღაც პოპულარული პოლიტიკური და რაღაც ვიღაცას რომ მიაწებებენ იარლიხებს და ძალად რო ქმნიან გმირებს, იმიტომ რომ გმირები არ ხავთ და გმირები სჭირდება მასების მანიპულირებისათვის. ეხლა ჩვენ მეგობრებთან ერთად ვიმყოფებით ზუგდიდში, რა თქმა უნდა, გია ესებუას და გოჩა ესებუას საფლავს. აი ეს გახლავთ გოჩა ესებუა. კარგად ჩანს, არ ვიცი. კაცრავად ის მზე არის აქ და სულად ჩანს. მოული მეორე მხარეს. აი ეს გახლავთ გოჩა ესებუა. ეს გახლავთ, ეს პიროვნება გახლავთ ჭეშმარიტი გმირი. გვერდში მას ყავს ძმა, უფროსი ძმა. გია ესებუა. ეხლა მე ისი თქმა მინდა იცით. გია ესებუა, ანუ უფროსი ძმა, გარდაიცვალა პირველივე დღეებში, როგორც კი 92-ში ბოდიში რო დაიწყო ომი. პრაქტიკულად მის გვერდში, გოჩას გვერდში, უფროსი ძმის გვერდში მოკდა მისი უფროსი ძმა. მაგის შემდეგ მისი ნატყვიარი გოჩას გულმკერდზე ეკიდა. და ერთი დღით არ გაჩერებულა, ის იბრძოდა ჭეშმარიტებისათვის, სიმართლისათვის, სამართლიანობის აღდგენისათვის. შემდეგ იყო ჩეჩნეთშიც, შემდეგ ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში, რაღაც ჯგუფი ჩამოვიდა. მე პირდაპირ ბრწყილების გარეშე. ჩამოვიდნენ ჩვენი უმთავრესი სატანისტის, უფრო სწორედ ერთის და მეორეც იყო სატანისტი, იცით თქვენ, შევარნაძეც დაამტკიცა ეგერ კახა. შევარნაძეც ილიას და მისი ბანდაც, ხო? მის მოსაკლავად, რომელიც არ გამოვიდა, ნუ ისე მხალაც კონდა ადგილი. მის შემდეგ შემოკარგებო, რაც არ გამოვიდა ის საქმე, კახა ერთსულად ჩუმად ისმის ყველაფერი. მის შემდეგ წამოვიდნენ ისინი დასავლეთისკენ და ტყვედ აიყვანეს, სხვა გზა არ იყო, იმიტომ რომ მაინც განგბირულები იყვნენ. მოიტაცეს გაეროს ხალხი. 4 პიროვნება არ იყო მაშინ? ხო. და წავიდნენ სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ისინი დაბანაკდნენ და მოგიყვებით ახლა ამ ისტორიას. იქ იყო ერთი შვეიცარიელი გაეროს წარმომადგენელი, ჩეხი იყო. ჩეხი, გოჩამ კიდე სხვადასხვა ინგლისური კარგად იცოდა იმ დროს და როდესაც ეს პროცესი დამთავრდა, ყველაფერი მაგას ვიტყვი კიდე როგორ მოხდა და რა მოხდა. როდესაც ის კაცი დაბრუნდა თბილისში და როცა გამოკითხვა დაუწყეს და ეს ავტომატურად გადაეცეს, რა თქვია, ევროპულ სპეცსამსახურებს, რომ ეს კაცი კი არ აძაგებდა და ცუდს და აუს კი არ ამბობდა. ნუ, ასე ვთქვათ, წყალებში ვთქვათ, ტერორისტი, ხო? ან პირიქით აქებდა. და ხოთბას ასხამდა. რა თქმა უნდა, ეს კაცი ავტომატურად მოსწეს და გაუშვეს სახლში, ჩეხეთში. შემდეგ რო ჩავიდა, მას ორ თვეში შეეძინა ვაჟიშვილი და მას დაარქვა გოჩა. გესმით? რას გეუბნები? ეხლა დაუბრუნდები ჯიხაშკარის ამბავს. მე იქ, რა თქმა უნდა, ალყაში მოაქცია შევარნაძის ხალხმა. ზუსტად ეხლა ვერ ვიხსენებ, მაშინ მახსოვდა ზეპირად ამდენი დღე იყო იქ ალყაში. და შემდეგ გამოვიდნენ ისინი იქიდან და მაინც იმ დღეს, როდესაც გოჩა ესებუა მიდიოდა ერთ-ერთ ოჯახში, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის, ანუ იუბილის აღსანიშნავად 31 მარტს, სწორედ 31 მარტს მოუსალმეს, ესე იგი მას სიკვდილი.
კოჭა ესებოა გახდათ პიროვნება და ეს მე ხმამ წამს რომ უფროსი ძმა კიდე გია კიდე რომელიც 23-ში თუ 22 დეკემბერს მოკლეს რომ ორთავე იყვნენ ისეთი პიროვნებები და ვაჟკაცები რომელთაც სინამდვილეში უნდა ჰქონდეთ გმირის წოდება. იმიტომ რომ ესენი იყვნენ შეუდრეკელნი, მოუსყიდავნი და ბოლომდე მებრძოლი. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? სინამდვილეში მოხდა ის, რასაც ველოდით. ნომერ პირველი ვინც გამოაცხადა რა თქმა უნდა მთავრობამ ესე ტერორისტებად მონაწილე, აქტი როგორც ასეთი მაინც ტერორისტულად ითვლება კი ბატონო, ხო? მაგრამ ეს მთავრობას მოვალეობა. მაგრამ გეტყვით ახლა, რაც შემი ფეხები უნდოდა ილიას, რომ გამოვიდა ოფიციალურად და ამათ უწოდა ტერორისტები. არიცით ხო? ვინმე სიტყვა არ დააცა, რომ იმ ვიდეოსაც აგაფარებთ ცხრილზე. გამიგეთ? ამათ უწოდა ტერორისტები და რატო იცით? იმიტომ რომ ჟიმჟიმი მქონდა არიქა და მისი ძმაკაცი, მისი ასე ვთქვათ, მონათული და მისი ხვეწნამუდარი ჩამოყვანილი შევარნაძე რომ მოეკლათ. ესე იგი 2 დღეა ვეძებ YouTube-ში, მდევს ეს ვიდეო, როდესაც 98 წელს შევარნაძის დაბადების დღეზე დგას ეს ჩვენი ურია ილო და ამბობს იმას, რომ მე ვეხვეწებოდიო, რომ მოსკოვიდან ჩამოსულიყო. და რატომღაც ამ ვიდეოს ხმა გამქრალი. ყველგან ნებისმიერ საიტსაც ხმა გამქრალი. გესმით? კარგი, ეხლა ეს ერთი, ეხლა მეორე. ჩემო მეგობრებო, ესე იგი, ბოლო 35 წელიწადია რომ თქვენ დაიწყეთ, თქვენ როგორ ხალხს კი არ ვეუბნებით, მთავრობებმა დაიწყეს საპატრიარქოსთან ცრუ, ასე ვთქვათ, გმირების შექმნა. და მათი პატივისცემა და ეს ყველაფერი ხალხზე გადაიტანა მანიპულირება რო გამოხდა. მე მქონდა ერთი ვიდეო კი არა, 2 კიდე საუბარი, სადაც კი, ეხლა მე რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს პატივცემ, მერთმა დამიფაროს, ვინ საქართველოსთვის იბრძვის, 100 თუ ისე არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა გაგებით და რომ მთავრობასთან იყო და ასე ვთქვათ, ეს სულ არც არ მაინტერესებს, მთავარი ეს ჭეშმარიტად იბრძვის, ვინაიდან ჯარისკაცი ჯარისკაცია. მე ხო გითხარით, რომ ანწუხილიძე არ უნდა იყოს გმირი, არ უნდა ითვლებოდეს ოფიციალურად გმირად, იმიტომ რომ გმირის წოდება უნდა იყოს ოფიციალურად ისეთი, ვინც განგებ მიდის მსხვერპლ შეწირვაზე. გესმით? და ანწუხილიძე განგებ არ წასულა. ის დაიჭირეს. ნუ ახლა განგებ ხა იმას თუ ჩათვლით, რომ მომში რო წავიდა, ყველა იმისთვის უნდა ფიქრობდეს, რომ მას მასე არ არის ეს. გამიგეთ? ანწუხილიძე დაიჭირეს საწყალი და მე აწამეს და რაღაცა. და რატომღაც მაინც და მაინც ეს რომ აწამეს ქრისტესავი და სისხლი რო ამტყევინეს და რაღაცა, ეს უნდა გაგვიხადა გმირი, როგორც იესო ქრისტე. ეს სპეციალური პოლიტიკაა შემოკარგება ხალხის მასების ტვინების მოსაბრუნება. ჩემთვის კი როგორც ზოგადად ყველა გმირია, მაგრამ როდესაც ოფიციალურად 1 და 2 სახელს არ ქმევ, ხო? მაშინ უნდა იყოს მართლაც ისეთი რამ, რომელიც შესაბამება ისეს, როგორც უნდა იყოს გმირი. არც ჟივლის სარტავარი გმირი შემოკარგება. მე ეს 1-2 სუფრაზე ვთქვი და ზოგი გაუსწა, ზოგი შემომედამარა, იქვე მოვაკეტი. ჟივლის სარტავარ ის გმირია შემოკარგება, როდესაც სპეციალურად, ესე იგი, ვიდეო გადაიღეს, ფირი გადაიღეს იმ დროს, სადაც შევარნაძე კი იმ ოთახში და ვითომ ურეკავს, ვითომ კი არა ურეკავს, გუთქობალია სინამდვილეში, ხო? და ეუბნება, რომ არიქად დაგვიდექითო გვერდში თუ არა და ასე. შერერთი და რომ მიდიოდი, სად მიდიოდი, კაცო, ნაჩქუბარი ხახა გახოცე და დედაუტირე სამეგრელოს და მე ეუნები ხა მომიხმარეო, ჯერ ერთი და მეორეთი და კიდე ეს იყო გათამაშებული სპექტაკლი, სადაც მთელი საქართველოს უნდა ენახათ, რომ ის შემაძ გადაწყვეტილი ქონდა სოხუმის დაცემა და აფხაზეთის საერთო ჩაბარება, მერე რომ ეს ყველაფერი სამეგრელოზე გადაებრალებინათ. ეს იყო უბრალოდ ნომენკლატურა შევარნაძე, რომელიც შევარნაძე მერე გაწირა როგორც პაიკი და მერე ისიც შავარდა, რა ქვია, ხიბლში და დაარჩა მეტი რასიზამდა აბა. ეგ არის ხიბლში რო შეყვას ადამიანი, მერე შეიძლება ყველაფერზე წახვიდე. ასე რომ შარტავა გმირი არ არის.
ეს რატო ხდება იცით თავიდან რო დავიწყოთ როდესაც კაინმა მოკლა აბელი ხო მოკლა მერე სად არის აბელის მოდგმა ანუ სამართალის მოდგმა სად არის აღარ არის ხო სულ კაცობრიობა ხაროს კაინის მოდგმით ხო ასეა ზუსტად ასე მოხდა 93-ში 92-ში კიდე 13-ში ბოლო წერტილი იყო როდესაც მოვიდა ეს ურჯულოების სექტა დაამხეს სამართალი სამართლიანობა მერთიანობა ერთიანობა სიყვარული ყველაფერი ერთად და მაგის შემდეგ მიდის ეს ჰარი დაბლა ეს ქვეყანა დაღმართში ამიტომ სამართალი არ არის სამართალი რო არის იმ უსამართლო ქვეყანაში რა თქმა უნდა უსამართლოდ ირჩევენ გმირებსაც და როგორც უნდა ისე ატყიალებენ მე მასების მანიპულირების გადასათვის აგერ არიან ორი ძმა ეს კიდე ვიმეორებ მზე ადგას აქეთ გოჩა ესებუა ჭეშმარიტი გმირები ჭეშმარიტი ეს ორი შვილი არის ეხლა განახელთ თქვენ ხო გადავიდეთ ეს არის მშობლები მერი და სერგო ამალზე უბედური მშობელი არ მოიძებნება იცით რატო იმიტომ რომ ამათმა ორთავე შვილი ორი ვაჟკაცი შეწირა საქართველოს ერთიანობას სამართლიანობას ისე კი არა ის ჩათლახი მთავრობა რო იყო მაშინ თბილისში და მეგრელებს მას რო აბრალებდნენ თითქოს პრეზიდენტად ზუსტად გამსახურდია უნდა და სამეგრელოს ავტონომია უნდა ყველაფერი ტყუილი გამიგეთ აი ამიტომ ეგენი არიან ჭეშმარიტი გმირები სიამბლეში და თქვენმა ილომ ილია ურიამ ესენი ტერორისტად მონათ წამოგადავიდეთ ერთი იმასთან გზარისთან კიდე ასე გადავალთ ისე მიდი გამიყევი შენ და მე წამო შეაჩერა გადავივლით აგერ კიდე მოგზარი შანავა სუსლი აქ საზმოში არიან ერთად დასაფლავებული და მე რისი თქმა მინდა იცი ახლა მე 2 დღეა ვეძებ ბევრი ფაილი დამკარგვნია ერთიდან მეორეში გადატანის დროს მაგრამ ეს მაინც ღმერთის ნებით შემომჩენია და დღეს საღამოს დავდები იმიტომ თუ რამდენი ვაჟკაცი დახოცა ილია და შევარნაძის თამადობით დაიხოცა სამეგრელოში და ერთის კრიტის არ დასწრენია იმ დედააფეთქებულს რომელსაც ახლა წმინდანი და მასო ელოლიავები და ეს არის სატანისტი ვისაც როგორც გინდათ ისე ენას უტილიკინეთ ახლა მე უამრავი ფაქტი მაგ და დევს ისედაც მაგრამ ბრიყვებისთვის ახლა ბრიყვი ეს რო გაიყვანოს ფასას ვერ დაინახავს ახლა ბრიყვებზე მე არ ამსალია თუ ვინმე ხარ ვინმეს რამე შეგიძლიათ გონებრივად დამიძახეთ კიდე მე რამდენჯერ გეუბნები დამიძახეთ ტელევიზიაში ნებისმიერ ტელევიზიაში დაგიძებით პირისპირ და ნახოთ აბა რომელია მართალი და რომელი მწყვანი რომელია სატანისტი რომელია სექტა მე თუ თქვენ და სექტის წარმომადგენლები მიძახეთ ახლა იქ ისა სეთურა და აბელას რევლოზარმა პოლიქრონიონი და დათამ რა უთხრა მე იმიტომ გეუბნები ზოგიერთი იმას ჩვენ რომ ბევრი ვართო და ასე და მთელი სულელი ლაფერო ახლა გამოსულები ხარ აბა რა უთხრა დათამ მე გამოსულები პოლიქრონიო ზოიზახდეთ ისინი ბევრი რო ხარ ამას თავში არ აგივარდეთ ასეთ სიმრავლე მე ბევრჯერ მინახავს 25 წლის განმავლობაში კარგი ჩვენ ერთი ორი სიტყვა გვევთქვით კიდე რაღაცას ვიტყვით როგორც საჭიროა ისე და მე ჩვენ ბიჭებთან ერთად კიდე ამოვლენა აქ ბიჭები საღამოს მივაგეთ პატივი მარცხონებულ სულს და იცოდეთ ხალხო ჭეშმარიტი გმირები ვინ იყვნენ და ვინ არის დასაფასებელი და ვინ არა კარგად ბრძანდებოდეთ საღამოს დავდეთ კიდე ვიდეოს